ფასი თაროზე ერთია, სალაროსთან მეორე, რამდენჯერ აღმოჩენილ ხართ ასეთ სიტუაციაში. მომხმარებლის ნაწილი ამბობს, რომ მარკეტებში პროდუქციაზე მითითებული ფასი ხშირად რეალობას არ ემთხვევა. აქცია თაროზე ისევ წერია, თუმცა სალაროსთან იგებ, რომ აქცია დასრულებულია ან პროდუქტი სისტემაში სხვა ფასად ფიქსირდება. თითოს აქციაში არის და 19 ლარს. არა. ამ თითოს ფასი რა არის? 29 ლარია? 29 ლარია თითოს ფასი. ეგრე გიჩვენებთ თქვენ? აქციას არ გიჩვენებთ. აბა აქციაშია. ავი ბატონეს გაარკვიეთ იქციაში. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მსგავსი პრაქტიკა შესაძლოა შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად ჩაითვალოს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ზუსტი, მკაფიო და სრულყოფილი ინფორმაცია პროდუქტის ფასის, აქციის პირობებისა და შეძენის დეტალების შესახებ. პრობლემა განსაკუთრებით დიდ მარკეტებში ფიქსირდება, სადაც მომხმარებლები ხშირად რამდენიმე პროდუქტს ერთად ყიდულობენ და ფასებს მხოლოდ ქვითარზე ამოწმებენ. საქართველოში მომხმარებლის უფლებებს არეგულირებს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია პროდუქტის ფასზე. აკრძალულია შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტიკა. ყიდულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვევის გამოსწორება. სპეციალისტები რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას აძლევენ მოქალაქეებს. შეინახონ ქვითარი, გადაიღონ თაროზე მითითებული ფასი ან აქციის სტიკერი. მოითხოვონ საჩივრის დაფიქსირება. საჭირო შემთხვევაში მიმართონ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. სააგენტო სწავლობს მომხმარებლის უფლებებს, უფლებების შესაძლო დარღვევებს და უფლებამოსილია კომპანიების მიმართ რეაგირება მოახდინოს. დარგის ექსპერტების თქმით, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ტექნიკური ხარვეზით ყოველთვის ვერ აიხსნება. მათი შეფასებით, არასწორად დატოვებული ფასდაკლების სტიკერები, თაროზე მითითებული დაბალი ფასი და სალაროსთან შეცვლილი ღირებულება ხშირად იმ მარკეტინგულ ხრიკებს მიეკუთვნება, რომლებიც მომხმარებლის ყურადღების მიზეზით გამოიყენება. ფსიქოლოგიურად მოქალაქეები გადაწყვეტილებას სწორედ იმ მომენტში იღებენ, როცა პროდუქტს თაროზე ხედავენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მასზე დიდი ასოები წერია აქცია, ფასი ან სპეციალური შეთავაზება. ასეთ დროს ადამიანების ნაწილი პროდუქტს უკვე ავტომატურად ირჩევს და სალაროსთან ფასს აღარ ამოწმებს. ინფორმირებული მომხმარებელი ასეთ პრაქტიკასთან ბრძოლის მთავარი გზაა, რადგან რაც უფრო ხშირად დარჩება მსგავსი შემთხვევები რეაგირების გარეშე, მით უფრო მარტივი იქნება კომპანიისთვის შეცდომასა და მარკეტინგულ ხრიკს შორის ზღვარის გაქრობა.